ქართულ ოცნებასთან ვერაფერზე, ვერც კონსტრუქციულად, ვერც ადეკვატურად, ვერაფერზე ვერ ისაუბრებ. მათი მიზანი დღეს არის, რომ დამატებითი ბრალდებები წარმოაჩინონ და მინდა რომ ამასაც ხაზი გაუსვა. ამ ბრძოლის პირობებში, მაგალითად, პაპუაშვილი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე დღეს ცდილობს, რომ კიდევ ახალი სისხლის სამართლის საქმეები აკიდოს ლელოს გულისხმობთ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მის განცხადებას, ამაზე ვაპირებთ განცხადებას და პარალელურად გულისხმობ იმ ბრალდებებს, სადაც მაგალითად გუშინდელ განცხადებაში პაპუაშვილმა დაანონსა კიდევ ერთხელ, რომ რაღაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია რიგი განცხადებები თურმე ჩვენი მხრიდან და ახალი სისხლის სამართლის საქმეები დაგვიანონსა. იგივე რაც გააკეთა ალეკოსთან მიმართებაში. ალეკო ელისაშვილი როცა დააკავეს, პირველად პროკურატურამ დაიწყო საქმის წარმოება სხვისინივთის დაზიანების მუხლით. ეს იყო 3-დან 5 წლამდე მუხლი. სულ რაღაც 3 საათში პაპუაშვილმა გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც თქვა, რომ ეს იყო ტერორიზმი. 24 საათში ინგა პროკურატურამ გადააკვალიფიცირა მუხლი და მიუსადაგეს ალეკო ელისაშვილის ქმედებას ტერორიზმი. რაც სრულიად წარმოუდგენელი არანაირი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ღიად ვთქვით, რომ პარტია ვერ მოიწონებს და არ მოიწონებს იმ ნაბიჯ და იმ ქმედებადი პროტესტის მაგრამ მოთხოვეს რომ გამიჯნოდით ბოლომდე, ხო გაგერიცხათ თუ რაღაცას. ვერსაიდან ვერ გარიცხავს ვერავინ ალეკო ელისაშვილს, მისი განცხადებაც იყო, იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილი არის კონკრეტულად თავისი პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტია მოქალაქეების წევრი და არცაიდან ვერც გაირიცხება და არც გაირიცხება შეუძლებელია ამის გაკეთება. თავის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქმედება, რა თქმა უნდა, არ არის ის, რომ კარგი რო ყოფილიყო, ვერ დამასწრებდა ალეკო ქართლელია, მე გურული ვარ, როგორმე ვიჩქარებდი და რაღაცნაირად დავასწრე. მაგრამ არ არის ეს განხილვის საგანი. თავის მხრივ მე არ მჯერა გამოძიების არც ერთი სცენარის. არ მჯერა საერთოდ არაფრის, რაც კი შეიძლება სუსის მდინარაძის ამ პროკურატურის პირობებში რაღაცა მოიხარშოს და გამოდნეს. ჩვენთვის მთავარი პროცესი არის ის, რომ პაპუაშვილი, რომელიც დღეს ცდილობს ამ პირობებში, სადაც ჩვენ საგარეულოზე მუშაობთ, მოქალაქეებს ვეკონტაქტებით, მათ შორის ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ წინააღმდეგობის კერები სტრუქტურულად, პარტიულად მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს უმნიშვნელოვანესი შრომა. სად არის ეს კერები, ირაკლი? ეს კერები არის მთელ საქართველოში. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ლელოს აქვს წარმომადგენლობა, ყავს ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად ახლა ბათუმში აქციას აორგანიზებენ და ახლა სანამ შემოვიდოდი, მათ ვესაუბრებოდი, აქციის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, მათ შორის არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიციის წინააღმდეგ, ხო? ამ პირობებში ვიმყოფებით, ყველა ის საკითხი, რომელიც ეს რატო იყო აგრესიით ქართული ოცნება გამსჭვალული, განსაკუთრებულად ლელოს მიმართ, ამ არაბულ თემასთან დაკავშირებით.